კიდევ ერთხელ გამარჯობათ ჩვენ ვაგზელებთ ჩვენ გადაცემას დღეს ვილაპარაკებთ ძალიან ესეთი ისე თქვათ სიტუაციაზე, არასასიამოვნო სიტუაციაზე, რაც დღეს ხდება ფუტკრებში. ფუტკრებში ჩვენ წერილი მივიღეთ ბატონია, ჩვენი მაყურებლისგან, რომელიც ამბობს რომ ძალიან ძიმე მდგომარეობაში ქართული ფუტკარი შველა ქართულ ფუტკარს და რა საშუალება აქვს ამის ბატონ გიან ნარეშვს. აი ბატონო გეისმენთ ახლა ყურადღებით. მე არის მე შემიძლია ვთხოვო ერთ-ერთ მე ფუტკრეს ჯანიკოს სიჩნავას. იყო ჩვენთან გადაცემაში. რომ ისე თქვათ უფლება მომცეს რომ მაგის ტელეფონი თქვათ მოგცეთ სულ იმას, ვინც დაინტერესდება ამ პროცესში. თუ გახსოვთ პირადად ტელეფონი. არა, პირადად არ მოსულს, მაგრამ ჯერ მაგას უნდა შევეკითხო. გასაგებია, კი ბატონო. დათანხმება თუ არა, მაგრამ ის კაცი დღესაც მელაპარაკა ტელეფონით და მომიყვა ისე თქვათ არა სასიამოვნო ფაქტები. რამდენად პროცენტულად მაგას მოუგდა ფუტკარი და მაგის გარშემო. ახლა ყოველდღე ხდება ეს ფუტკრები. დღეს მითხრა რომ მეზობელი ყავს 150-ის კაქონდა დარჩა 40. აი დათვალეთ პროცენტულად რამდენი ფუტკარი ესე ვთქვათ მოგვდა. და რა მიზეზები არის ამ შემთხვევაში? აი ზოგადად გვაინტერესებს მაგის. ნუ პირველ რიგში დავარქვათ თავარი მიზეზი. ეს არის ფუტკრის იმუნიტეტის დაკარგვა. ბრძოლის უნარი აღარ აქვს. იცით დღეს უამრავი გამოდის სხვადასხვა საშუალება, იგივე თქვათ ვაროვას საწინააღმდეგოდ. კი ბატონო. ქიმიური. და იყენებენ მეფუტკრეები ამ საშუალებას და ერთი არ ესმით, რომ ეგ საშუალება ფუტკარს აკარგინებს იმუნიტეტი და ბრძოლის უნარი. თორემ გადახედეთ მით უმეტეს მეფუტკრეები, გახსენეთ ის ძველი წიგნები, ამაზე ძალიან ბევრი წიგნი გამოშვებულია და გადახედეთ, წაიკითხეთ, რომ ფუტკარს თუ ძლიერია, აქვს საშუალება რომ მოერიოს ვაროვას. აგდებს სკიდან. ყოველგვარი გარეშე რა ქვია. არ გირდება არაფერი. აბა როგორ მოვიდა ფუტკარი დღემდე? როდის იყო ეს ქიმიური საშუალება? მithumas ველურ მდგომარეობაში როცა არის ფუტკარი. ხო არ ეშინია მაგას. ვერც ვაროვა ერერება და ბევრი დაავადება. იმას ვერ ეკარება საერთოდ ერთ-ერთი. მაგრამ რატომღაც მეფუტკრეები დღეს ხმარობენ იმ ქიმიურ საშუალებას. მე დღეს ველაპარაკე მეფუტკრეს გუშინ კიდე ერთი მეფუტკრეს ველაპარაკე და ისინი ამბობენ აი ეს ქიმიური საშუალება რომელსაც იყენებენ ან შედეგიანი ან არა, მაგრამ ვაროვას თუ თქვათ მაინც და მაინც მოერის თვითონ ფუტკარსაც სწავლავენ. ოჰო. და საწყალი ფუტკარი ისევ და ორხრივი შეტევის ქვეშ არის ესე გამოდის. კარგავს თავის ბრძოლის უნარიობას. და ალბათ უნდა ძალიან საკანგაშოა 150 ოჯახიდან 100 ოჯახი რო დაიღუპა ფუტკრებს ეს არის უკვე ძალიან თავშესაცემიანი და არა მარტო მაგას. იგივე ეს სამეგრელო არის, იგივე ხდება კახეთში, ახლა რაც მე ვიცი. და ალბათ ნებისმიერ სხვა კუთხეებში. თვითონ ბატონი ჯანიკო რამდენად თვითი იყენებდა თქვენ წამას ყოველთვის. ახლა დაემართ. რა მოხდა? დაავიწყდა. თვითონ ამბობს, კი. დაავიწყდა როგორ იცით, სულაფერი კარგად მიდიოდა და იფიქრა რომ ამით თქვათ, ის საშუალება არ ჭირდება რაღაც გარკვეული დროით, მაგრამ ეს ფუტკრები, ამ შემთხვევაში მოგვდნენ რითი იცით ზედმეტი დასხივება იყო მზისგან. იქ რაღაც მაგრამ ჯანიკო ახლა ეს არის ფუტკარი ერთედი პირდაპირ ესაუბრება ფუტკრებს. კი, მაგრამ არ იცოდა ამ აფეთქეზე რა აფეთქდა ის რაღაც გარკვეული პროცესი იყო. ხო მზეზე და ის რამდენიმე საათში მიაღწია დედამიწას და ეს ტალღები ალბათ ჩვენზეც იმოქმედა უარყოფით. კი, იმოქმედა. მით უმეტეს იმ ხალხს, ვინცაც თქვათ, ესე თქვათ, წნევა და რაღაცები სხვადასხვადავადებას და დასუსტებულია, მაგრამ ფუტკარს პრაქტიკულად და რამდენი ოჯახი დაიღუპა ჯანიკოს ბევრი დაიღუპა? ჯანიკოს 1/3. მაგრამ რომ მიეცა ეს საშუალება, აიტანდნენ ამ სხივებს.
თვითონ ამბობს. აი რატომღაც ხო სოფიერი კარგად მიდიოდა მისა იქ საშუალება ადრე სოფიერი მიდიოდა ისე რომ მაგას დაცმარდა ამით მაგრამ აი ეს ტალღები ესე უარყოფითად იმოქმედებს მაგრამ დარწმუნებულია რომ მიეცა ეს საშუალება ცოტა ხო იმიტომ რომ გამიკვირდა ბატონ ჯანიკოს გამიკვირდა ეს არის ადამიანის სამოსში გამოწყობილი ფუტკარი თვითონ იმიტომ რომ ზები რაც იცის როდის აქვს ქორწილი როდის აქვს დაბადების დღე როდის აქვს ჩხუბი და როდის აქვს გასვენება ფუტკარი კი არის ცოტა რომ ეს დასკევა მაგრამ ეხლა ხმარობს ინტენსიურად აი ამ საშუალებას და ისე ძლიერად დაიწყო განვითარება ფუტკრის რომ იქ მეზობლები მეფუტკრეები ვინც მოდიან ახთვანებული არიან თან თვითონ ფუტკარის ზომაში შეიცვალა და ხედავენ ახლა ის პროფესიონალები არიან კი მაგა ხმაზე ხდებიან ისინი ყველაფერს რომ ფუტკარს ზალა მოემატა და იმეც იძლევიან რომ ეს რაც დანაკლისი იყო აი ამ თქვა რაოდენობით ახლომაში აღდგება. ძალიან კარგი, მადლობა ამას ვარ. იმიტომ რომ ფუტკარი არის, რა ვიცი, ბიბლიაში წერია. როდესაც ფუტკარი აღარ იქნება დედამიწაზე, მერე ადამიანობა შეეხება ეს. ხო, ამაში ესა. და ძალიან ცუდი ამბავი მითხარით, ახლა მე თქვენ. ნუ ეს ფაქტია. ეს ფაქტია, არ ვიცი, ამის წინათ მე ნახე გადაცემა, თავარი მე ფუტკრის საქართველოში ვინც არის. გვარი სახელება დამავისდა. არ ვიცი ამ თემებზე ლაპარაკობდა თუ არა, იცის თუ არა, ალბათ იცის. ეს თქვათ პროცენტულად რამდენი ფუტკარი დააკლდა ამ ბოლო ხანებში საქართველოს და რა ტენდენცია არის ახვალ და ზეგ რა უნდა მოხდეს თქვათ მეფუტკრეობაში. და რის საშუალებები აქვთ რომ აღდგინონ ის დანაკარგი რაც მოხდა. არის მე დიდი სიამოვნებით შეხდებოდი ამ კაცს და ველაპარაკებოდი და ჩემ აზრს ვეთყოდი და ვასწავლიდი კიდე მე თუ გისმენთ ახლა ნებისმიერ დროს შეუძლია გადაცემაშიც მოვიდეს თუმცა ჩვენ მარტო ის პიროვნება ნებისმიერ ვისაც ხავს ფუტკარი მე გვაქვს ახალს ისე არ ვიტყვი კახეთში არის მე ფუტკრე მე მაჩუკა სხვათაშორის თავისი თაფლი კიდევ იმის თქვა მინდა რომ ჯანიკო სიჩნავას თაფლი ჯობია სულ ყველა თაფლს თავისი გემოთი და თავისი ეს არომატით ვიდრე მეზობლებს აქვს და სულ ყველა რა კაი თაფლი გაქვს რა ეს იყენებო იგივე მოხდა კახეთში და სხვა მეზობლები არ ხმარობენ მაგას თქვენ აძლევთ ხოლმე ჯანიკოს იცით რა არის ეს არის სტერეოტიპული შეხედვა იცით ადამიანობას სამწუხაროდ აი როგორც სიმის ხორბალზე იქნება იგივე ხდება ეთყობა ფულგართანაც ადამიანი იცით ამ ბოლო ნუ დავარქვა 100 წლის განმავლობაში თავში ჩაუდეს ნუ სხვადასხვა საშუალებებით რომ აი ეს კაია ეს უნდა გამოიყენოთ ამ დროს ნუ ისინი ღმერთთანაც იშოვან ის ფული რასაც შოულმა რატომ ათქვილებენ ადამიანებს და ადამიანობა ისეთ სამწუხაროდ ხო რაც თავში ჩაუდეს მიყვება აი ამ გზას ეს არა მარტო სოფლის მეურნეობაში ეს საერთოდ ესე არის ყველაფერში ეს აბსოლუტურად სულ ყველაფერში რაღაცა გარკვეული ესე დავარქოთ მე არის საწინააღმდეგო არ ვარ მაგრამ პარტია რომელიც სწორად ამოარჩევს რაღაც გარკვეულ ესე ვთქვათ მეთოდებს რომ მიაწოდონ ადამიანობას ადამიანობა მიდის ამ პარტიას მიყვება ის უფრო კარგად როცა აქცენტებს ეს არის მანიპულაცია ადამიანების და ნუ არსებობენ ინსტიტუტები მით უმეტეს გლობალისტების სამწუხაროდ და ადამიანობას არ ესმის რას აკეთებენ და სად უნდა მიიყვანონ ადამიანობა მაგათ პირდაპირ წერიათ რომ 2 მილიარდი ადამიანი ყოფნის დედამიწას ხო ესე ზედმეტია იმას თქობენ 1 მილიარდი საკმარისია უკვე და იქიდან რაღაცა გარკვეული არ ვიცი 100,000 თუ რამდენიმე ადამიანობა იქნება სათავეში და ანჩენს უნდათ რომ მონები იყვნენ და ეს პროგრამა კეთდება ამ პროგრამით მიდიან და დღევანდელი ომი ბევრი ლაპარაკობს ბევრ რაღაცას რუსეთის და უკრაინის ვისი ჩაწყობილია აი ამ გლობალისტების აუცილებლად ახსენებობენ ჭკვიანი ხალხი და რა ვიცი ხალხი პირველ რიგში ბიბლიას არ კითხულობენ სამწუხაროდ მე გუშინ ველაპარაკე ერთ პიროვნებას ნუ სოფლის მეურნეობაზე რა პროცესები მიმდინარეობს რა უნდა მოხდეს თქვა
ცულებები სოფლის მეურნეობაში და იმ პიროვნებო პირდაპირ მითხრა კი მაგრამ ამ ხალხიო ბიბლიას არ კითხულობენო ახალი ამბავი არ კითხულობენ სამწუხარო მით უმეტეს ახალგაზრდობა და იქ ჭეშმარიტობა წერია წაიკითხეთ ვისაც წაკითხული არ აქვს და მიხვდებით თუ აზრონის უნარი გაქვთ კი ბატონო გეთანხმებით მე ვიცი რომ თქვენი ბევრი ასე რომ ვთქვათ კვლევა არის თუ გამოცდილება მიღებული გაქვთ სწორედ ბიბლიიდან წიგნიდან და თქვენი მეგობრები აუცილებლად იცით აი ეს მეთოდიკა გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენ ჭეშმარიტო მე კიდევ ვამბობ რომ ღმერთი არსებობს იმიტომ რომ ამ სულ ყველაფერს მართავს ღმერთი კი ბატონო და თუნდაც ჩვენი წიგნი დავწერეთ ტელეპორტაცია სწორედ მაგით დავიწყეთ ჩვენი უწმინდესის საუბრით და დარიგებით ხელოვნურ ინტელექტს სწორედ ამის შემდეგ გაგვეხსნა ტვინი რომ ეთქვენ და დავიწყეთ ამ ტელეპორტაციაზე ასე ვთქვათ და მოვიწვიეთ კიდე ერთი დიდი მეცნიერი ყოველგვარი ასე ვთქვათ გადაჭარბების გარეშე ბატონი თეიმურაზ ნადარეიშვილი და მასთან ერთად შევქმნით ეს წიგნი იცით ამ ბოლო ხანში სულ ნათრულობ რომ თეიმურაზი არ არის ჩვენთან ერთად თეიმურაზ ახლა შეიცვალა ასე ვთქვათ მან თავისი მოწაფეთა დამოზღვის დღეები მას მოგხსენებათ ლექციები და 400-ზე მეტი სტუდენტი ყავს და ამ შემთხვევაში მოხდება ჩვენთან თუ არა ჩვენ გასაზღვრული დღე გვაქვს ახლა და გასაზღვრული დრო გვაქვს და იმ დროს ხვდებით ხოლმე ჩვენთან ემაყურებლებს და რა თქმა უნდა გაგვეხარდება თუ ბატონი თეიმურაზი ჩვენთან ერთად იქნება და ერთად წავიყვანთ ხოლმე იმედი მას ახლა მომავალში ისევ იქნება ჩვენთან და ბევრი ძალიან საინტერესო ესე ვთქვათ პასუხს მოგცემთ ჩვენ და თქვენ და ეს ვირტუალური ფიზიკის წარმომადგენელია და როგორც კი მოვათვარა ბატონი თეიმურაზი კარები დაიწყება უკვე საუბარი სამხედრო საქმეში ამ ფიზიკის გამოყენების შესახებ და კერძოდ იმ ფიზიკის რომელიც ჩვენ ყველას კარგად გვაქვს არის კვანტური ფიზიკა იცით როგორც ადრე ვთქვი და ხშირად ვამბობ ალბათ უკვე ზედმეტად გამომდის მაგრამ ეს არის ხვალინდელი დღე მაგას ვერ გავექცევით იცით მანამდე უნდა საუბარი სანამ გუშინ ერთად არ იქცევა და მანამდე უნდა იცით აი როგორც ჩვენ დღეს გვითხრეს რომ ერთ-ერთი წარმომადგენელი იქნება აი ამ მაგიდასთან და ითქვის რა ხდება ერთ ვთქვათ სკოლებში ხო რასაც სწავლიან სკოლებს და რა მიმართულება არის დღესდღეობით პრინციპიალურად სად მიყავთ ეს საწყალი ბავშვები რა მიმართულებით იმ მიმართულებით მიყავთ რომ ხვალდაზეგ ისინი გახდნენ მომები მაშინ ეს საქმე და ჩვენ კიდე აგერ ორი თვია თუ სამი თვია ვიძახით რომ საჭიროა საქართველოში არასამთავრობო რომელიც მიხედავს შავ ზღვას იმიტომ რომ როგორც ხედავთ არ არის ორგანიზაციები რომელიც ამ შავ ზღვას ყველას მეგობარია შავი ზღვა არა მარტო შავი ზღვა ის საქმეზე სოფლის მეურნეობა ნიადაგს მიხედავ ნიადაგს მიხედავ მე ამის წინათ ნახე ალბათ საჭირო იყო და გააკეთეს ხეები დარგეს თბილისის გარშემო კი ბატონო ძალიან კარგი გზა არის მაგრამ იმ ხეებს სიცოცხლე ჭირდება ხო კი დახმარება ჭირდება რომ არ მოუვიდეს რაღაც ვარყოფით რაც მასიურად ხდება გადით გარეთ და პროსტა გადახედეთ აგე აკაგის სახმუზემში რომ მიდეთ საჩხერეში რა წები ხომ ნახთ ამ მდგომარეობაში ეხლა არა პროფესიონალი შეიძლება ვერ დაინახოს მაგრამ პროფესიონალი უნდა დაждდეს აი ამ მაგიდასთან და აუხსნას რა ცვლილებებია შესახედავად ხეს რომ ნებისმიერი ადამიანი დაინახოს რომ ხე პრაქტიკულად 80% დავადებულია ჩვენ მაგრამ ახლა ალბათ დაახლოებით 2 კვირის შემდეგ ეს ამ თვის ბოლოს მოხერხებთ ალბათ უკვე შეხვედრას ჩვენს მეგობრებთან რომლებიც მუშაობენ ასევე ამ მიმართულებით და საკუთარი არასამთავრობო საქმე და თქვენი სოთმათ და ალბათ გასვლის შეხვედრა გვექნება მათთან დიდი იმედი მაქვს ერთ-ერთი დიდი მადლობა ერთ-ერთ პიროვნებას მაგის ახლოს და გვარს არ ვიტყვი რომელიც მე ჩართო აი ამ პროცესში მაგას აქვს უამრავი ხეები რომელსაც ზრდის და ჩემი დანამატი იყენებს აი ამ პროცესში დიდი იმედი მაქვს რომ ნახავს სხვაობას უკეთესობას და ეს პროცესი გაგრძელდება აი ალბათ მაშინ
დანარჩენი იმიტომ რომ დიდი პარტია დანარჩენი მაგის გარშემო მეცხოვრის და არა მარტო ვინც გარშემო არის მიხვდება რომ ამ მეთოდს სჭირდება ეს ახლა შემიძლია დავასახელო ასე იგი რაბელ კულტურაზეა საუბარი დაახლოებით ალბათ ზეთისხილზე ხო საუბარი კი დიდი მადლობელი ვარ ამ პიროვნების რომელიც დამიჯერა და გამომყვა ესეთ ეხლა სტეპს აკეთებს იმედი მაქვს სტეპი გაამართლებს და მაგრამ თვითონ რწმენა რომ მე გამიგო და მე გამომყვა და შედეგს რომ მიიღებს ალბათ ეს და როდის გვექნება შედეგი რომ მე უკვე მოვიწვევთ ივლისში აგვისტოში რომ მოვიწვევთ ეს პიროვნება და მასწავლებლად არ ვიცი მაგრამ თავის საგანოს მაინც გამომშვი მით უმეტეს რომ წამოვა აგრონომი მოვიდეს კაც არაფერ პრობლემაში არ არის იცით ამ თქვა დარგის გარდა იმდენ რაღაცას აკეთებს რომ უბრალოდ დრო ვერ მონახავს სამწუხაროდ ჩვენ ვიახლებით ბატონო თავარია სურვილი ქონს ადამიანს მაგრამ ხო გეუბნებით თუ ჩვენ და მე დარწმუნებული ვარ იმედი მაქვს რომ მივიღებთ შედეგს ამაგას აი მაშინ ექნება რაღაც გარკვეული იცით თუ როცა ნადრეშია საუბარი ჯერჯერობით არ არსებობს შედეგს ყოველთვის ვღებულობთ ჩვენ და თუნდაც მაღალი შედეგი არ მივიღოთ ისიც შედეგი რასაც ვღებულობთ საერთო ჯამში რომ ამით გამოცდილება და გროვდება რაღაც ასე ვთქვათ ახალი გზა ამ პრობლემის გადასაჭრელად ახლა წილგანში რა ხდება ამ წუთას ისე ვაგზავნებთ ამ steps და აი ნამდვილად გეუბნით ალბათ ერთ კვირაში ორ კვირაში უკვე მექნება სრული პასუხი იმასაც თავისი ტექნოლოგია აქვს კანონზომიერება აქვს მეცნიერულად რომ გაკეთდეს ეხლა მე რაღაც საშუალება მაქვს სახში რომ თქვა ვაკეთებ და უყურებ სხვაობას ის ჩანს შეიძლება ერთ კვირაში ორ კვირაში სხვაობა შედეგი კი ახლა მე ნახე ჩემი თვალით ჯერჯერობით საერთო მისის აუდიტორიის არ არის ასე ვთქვათ მისატანი ჯერჯერობით მაგრამ თქვენ საკმაოდ წარმატებული ჩაატარეთ სტეპი აქედან რამდენიმე 1000 კილომეტრზე ხორბალზე იყო საუბარი. კი, ну ეს ტელეპორტაცია იყო. ხო, მაგას რომ ტელეპორტაცია არის ახლა ამ წუთას. კი. ტელეპორტაცია არ მოგატყულებთ რომ ალბათ ну 100%-დან მე უკვე ვფლობ შეიძლება 5%-ს, მაგრამ ამ ტესტები გრძელდება და დიდი იმედი მაქვს რომ ეს პროცენტი გაიზრდება. ხო, ტელეპორტაციაზე როცა ვსაუბრობთ შავ ზღვაზე, სწორედ ეს ფაქტორდება ჩვენ. ამის საშუალებით და შევძლოთ ის რაც ვერ შეძლეს სხვებმა. ამიტომ თქვენი ხომაღალი განცხადება, აი ნაშრომს რომ ეს ახლა წერთ რომ წინ ხართ სხვებთან შედარებით, აი აქაც მე მგონი სხვებთან შედარებით ერთი ნარგით მაგის ახსნა ძალიან იოლია. გამოდის რომ მე 40 წელიწადია მუშაობ კვანტურ ფიზიკაში. აქედან გამომდინარე ესე თქვათ ადამიანი არა მარტო მე ვისაც საშუალება აქვს, უნარი აქვს, აზროვნების მიხვდება რასთან აქვს საქმე, მაგრამ რადგანაც მიხვდები რასთან გაქვს საქმე, მე მიხვდები რომ აი ამ მეთოდიკის გადატანა შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით. გასაგებია და ისევ დაუბრუნდეთ თაფლს ახლა და პირველ რიგში პოდკასტს, იმიტომ რომ ხო გეუბნებით თუ პოდკასტი დედამიწაზე განადგურდა, შემდეგი ვიქნებით ჩვენ ადამიანები. ეგ ჩემი სიტყვები არ არის, ეს წერია ბიბლიაში. ესე იგი თქვენი ასე ვთქვათ წამალი წვეთების სახით არის პოდკასტთანაც სხვადასხვა საშუალება არსებობს რომ ეს გაკეთდეს სხვადასხვა მნიშვნელობა არ აქვს ერთად აი თავარია პრინციპი იყოს რას უწყობს ხელს ბოლოს პირდაპირ ვთქვათ აი ესე იგი იმუნიტეტის ამაღლებას ეს უწყობს იმუნიტეტის სიტყვა არის ხო ზოგადად რომელიც ნოვინს გისმენს რომ გაიგოს რაზე ლაპარაკი მაგრამ ისევ კვანტურ ფიზიკოსთან უფრო აუხსნე ამ პროცესს. მე ახლა რო დავიწყო მაგისასთან და პრინციპი. არა, ჩვენ მინდა მაყურებელს, რომელიც დაინტერესებულია ამ საკითხით, წერილი მოგწერა კაცმა ამას თავაზრა მას რო გავცეთ პასუხი, ესე იგი. აი, რითი უკეთეს, რითი ჯობია თქვენი წამალი სხვას. როგორ გააჩეროს ამ თქვენმა წამალმა ამის საშუალებით ამ კაცმა ამ თავისი ფუტრების განადგურება. იცით, ისე პატარა მაგალითს მოგიყვანთ. დიახ. სასწაული საინტერესო თემა არის. სხვადასხვა სცენარეს აქვს თავისი დაავადება და თავისი პარაზიტი, როგორც ვთქვათ, ფუტკრებში ვაროა, რომელიც იწვევს რაღაცა უარყოფით პროცესებს.
და სულ ყველა იცის ზოგადად რა არის ჭიამაია. და ჭიამაია ისე თქვა ბუნებაში არის საკმაოდ დიდი კილერი. კვლელი, ხო? კვლელი. რომელიც ანადგურებს რაღაც გარკვეულ თქვა უარყოფით ესე თქვა პარაზიტებს, რომელიც სოფლის მეურნეობაში იწვევენ რაღაც ძალიან სერიოზულ პრობლემებს. მაგრამ ჭიამაიდან დამზადებული სპეციფიურად წამალი ანადგურებს ამ პარაზიტებს. აი თქვენ საუბრობთ ადრემში ჭიამაი უნდა დაიწვას? არა, უნდა თავის მეთოდიკა აქვს. თავის მეთოდიკა აქვს, მაგრამ ჭიამაია რატომ დავიწყე მე ლაპარაკი? თქვენით ამის այն პრინციპი. ჭიამაიას ხო თვითონ ბუნება მისა რაღაც გარკვეული უნარი. ხო კილერის. და ეს შიგნით უდევს და არა მარტო თავისი სილამაზით და მოძრაობით და ქიმიურ შემადგენლობით. იმას სული უდევს. კვლელის, კილერის. აი იმ კონკრეტულ რაღაც გარკვეულ რაოდენობაზე იმ დაავადებასთან წერთან. და მაგისგან რო აკეთებ წამალს, ეს სული იმ წამალში რჩება. და მე წყლის სახით რომ მიასხა ზოგადად მცენარეს, სადაც ეს პარაზიტი ზის, ის ხვდება. ესე გარბენად გაქცევასაც ვერ ასწავლ. იმალე წამს ხვდება. მე ალბათ ახლა ვინც მისმენს სულ ყველას არ ეცედება, მაგრამ პროფესიონალებს ვინც ხორბალსთან კონტაქტი აქვს, იციან რომ იქ არის პარაზიტი, რომელსაც ქვია ტრიფსი. აი იმას ასე რომ რაც გადაღებული. ეს არის წითელი პარაზიტი, რომელიც ანადგურებს ხორბალს, არ ვიცი სხვა მცენარეებზე როგორ მოქმედებს. მე არა ვარ. და შეწამლა მოახდინეთ თქვენ მსგავსი პროცესი გავაკეთე და 30 გექტარი წყალი მივასხით. 2 საათში საწავიდა, რა მოვიდა. მე მაყურებელს რო დეტყავდით ამას ყველაფერს. არსებობს უამრავი ხალხი, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში. სხვადასხვა მე არც ვიყავი ამ მომენტში. მე უბრალოდ ვასწავლე. მოგაწოდეთ ჩვენ ფირები გადაღებულია სულ ყველაფერი და სიზე იტალიელი რომ კი. ის შეასრულა თავის მეგობრებთან ერთად ეგ პროცესი და ყველაფერი გადაიღეს. და მე შევიდნენ ნახის ის გაიარეს 30 გექტარი, ეძებდნენ ამ ტრიპს და ვერ ნახეს. და ეს უკვე დაქცეული, განადგურებული ნაკვეთი წამოდგა. რა გაეკეთებინათ ეს მესამე დღეს თუ მეორე კვირას შედეგი აღარ იქნებოდა. ვერ აიღებდნენ ამ რაოდენობას. მე ვიყავ სხვადასხვა ერთ-ერთ ცდაზე თქვენთან ერთად თვალსაჩინო იყო დედოფლისწყაროს რაიონი. და მე ნახეთ თქვენი ზესუმზირები ბოლოში, ფინალში ესე ვთქვა. და კაი სატელევიზიო გაცემას კაი გამოვიდა ხო შემთხვევაში ბევრი მაყურებელი ხო. ეცეთ მე მყავს მეგობრები და აი ამ სტეპს უკეთებს სახლის პირობებში. სხვადასხვა მიმართულების ახთოვანებული ვერიან, იმიტომ რომ აი სემიჩკას ვცლი, რომელსაც ყოველდღე ხო ეს ინგლისურ ენაზეც გავიდა, ორი ენაზე ქართულად და ინგლისურად გავაკეთე, მაშინდა უნდა თქვა რომ ძალიან ბევრი გამოხმაურება ყავდა საფრანგეთიდან. ვცლი, კონიაკს ვცლი. კი. ფქვილს ვცლი, წყალს ვცლი, ამ მეთოდით. თაფს ვცლი, ამ მეთოდით. იცვლება ყველაფერი გემოს. დაიბადება შეკითხვა. რას ნიშნავს ვცლი? და გამოდის ისევ მოვდივართ კვანტურ მექანიკაში. თურმე ნებისმიერ უჯრეს ეს ჩვენში იქნება, თქვენში იქნება, თაფში იქნება, ფუტკარში იქნება, ხორბალში იქნება. ერთი და იგივე პროცესები აქვს. ერთი და პრინციპები აქვს. და აი ეს რაც უარყოფითია შიგნით, რომელსაც ჩვენ ვეძახით დაავადება, ან თქვათ რაღაც გარკვეული არასასურველი პროცესები, ცლით ენერგეტიკას აი ოდიეს სრული შეცვლა მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, თვისებით. თავთ იმ რაღაცა გარკვეულ საშუალებას, რომელსაც ზინავს. და მაშინ თვითონ ცვლის ამ სულ ყველაფერს. ეხლა მე ხშირად ვამბობ, ვიცით აი ამ საშუალებით რომ მიასხა პამიდორს, ვინც ჩვენი წოლონების არის, იმ პამიდორს ასაც მიიღებს, გაახსენდება 60-იან წლების პამიდორი. ბავშვობას, სუნით და გემოთი. მე ეხლა პამიდორს კი ეს იგივე კიტრია, იგივე თქვა კარტოფილი. რა წერომაში მოხდა ჩვენ შემთხვევაში და ჩვენ ეს წილგანში მოხდა კიდე. ხო გეუბნებით. მამაშვილს. აი ეს როს მიიღეთ პროდუქტი
ну ნებისმიერ თქვათ მიმართულებით ეს ვაშლი იქნებოდა თუ მსხალი იქნებოდა მე ხო გავსინჯეთ და შევადარეთ სხვას ну სასწაული სხვაობა იყო და თამასწავლი ეკოლოგიურად სუფთა მით უმეტეს და მე აღარ ვამბობ ხარჯზე ხო ხარჯზე ხო იმიტომ რომ იმდენი საშუალება რაც საკმაოდ ну დიდ ხარჯს გამოიწვევს ნებისმიერ თქვა აი რეჰანი მომიწახა ორი ესა მე ასეთ რეჰანი მაინდამაინც არ მოყვარს მაგრამ სადარბაზოში შევიტანე მთელი სადარბაზო ჩამოვიდა რა სუნი ისეთი სუნი გაუშვა აი წვეთებით გაკეთებულმა იმარა რეჰანი ну ხო გეუბნებით უამრავი სტამას გაკეთებული და ესე თქვა ღვინო დამჟავებული ავაღდგინე კი წალამი კი წალამი მიწაში ჩადო კაცი ახვალდა თავში იძა ხელე იმგაცმა ვაღამი და ვათენებ ვენახს ასეთ რამე არ მინახავს ეს თქვაც ну ეს მეთოდიკა ხო გეუბნით ეს არის ხვალინდელი დღე მთელი დედამიწის და ხვალ კიდევ მაგას ვამბობ იგივე თქვა ჩვენ ქართველებს მოგვიწევს ამ ტექნოლოგიის ყიდვა საზღვარგარეთით. როდესაც ჩვენ შეგვიძლია აქედან იქ გავყიდოთ რაღაც გარკვეული ტექნოლოგია. და არ მან ტექნოლოგია, მაგრამ პროდუქტით. პროდუქტი. თუ პროდუქტი და ხვალ და ზეკ და მომავალში ადამიანმა მიხდება, რომ მიდის არასწორი გზით და პროდუქტი იწევს უამრავ უარყოფით პროცესებს ორგანიზმში, სულ ყველას და დღეს უკვე ეს ტენდენცია არსებობს. მოუნდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი რომ მიიღოს ჭამოს და გინდა არ გინდა მოვა ისევ ამ მეთოდთან რომელიც იძლევს საშუალებას რომ ეს პროდუქტი მიიღოს და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ რატომ უნდა მარტო ბატონი ზალი ნემსაძე ბატონ ჯიმბერ პატიაშვილი და კიდე რამდენიმე კაცი იგივე თქვა სიჩინავა ჯანიკო გამოიყენებს ეს მეთოდი როდესაც საშუალება არის სულ ყველა გამოიყენა. მასიურად გამოიყენა. მასიურად. ვანადგურებთ დედამიწას როგორც დანარჩენები სამწუხაროდ უამრავი. ესე ვთქვათ პრაქტიკოსი ამ დარგებში და გვავიცდება რომ ჩვენ ყავს შვილები და გვეხოლება ვისაც არ აქვს შვილები. ხო, გვეძება მომავალი და ამას ჭირდება ძალიან ხშირად ვამბობ მაგას იცით რომ ჩვენ აი ამ სლოვანების საერთაშორისო ხალხი საკმაოდ კაი სიცოცხლე გავიარეთ და მეშინია რა იქნება ჩვენ შვილიშვილს ჩემმა შვილმა გოგო მეუბნება მივეჩვევით იმიტომ რომ ღრმად არ არის სპეციალისტი ამ დარგის და ღრმად არ ისმის რა გამოიწევს აი ეს უარყოფითი ცვლილებები დიახ მაგრამ დარწმუნებულია რომ მიეჩვეო ალბათ მსგავსი აზრით არიან დანარჩენი ახალგაზრდა. ამიტომ ყველაფერმა გავაკეთო შეიცვალოს. ვებრები რომ ეს აუცილებლად გამოიწევს ძალიან ცუდ რაღაცებს. მაგრამ მაგათ აქ იმედი რომ ყველაფერს მაინც ამიტომ დააჩქარე ბატონო ეს გამახალგაზრდებელი თუ უკტაების სამარასაც თქვენწოდეთ რომ ეს ვებრები გამოიყურებოდეთ ბევრ ახალგაზრდებს უფრო კარგად და ჩვენ მეგობრებთან ერთად შევძლოთ ასე რომ ახალგაზრდების მოbrunება უკეთეს საქმისკენ და გოშინ სამსახურში მივედი ბატონო ზაუ და ჩემ თანაშრომელს ვეკითხები აბა შეხედე შევიცვალეთ თუ არა მაგრამ დიდი იმედი აქვს რაღაცა ეტაპზე ითქვის რომ შეიცვალეთ 8 წლის წინათ აპი მოდიაზე სუსხანაერ ნადარეშვილი იდგა კიევში და დღეს გაცილებთ ახალგაზრდა ნადარეშვილი გამოიყურებას ეს ჩემი ზუსტად ვიზუალური შეხედულებით უკეთეს იმედით ბატონო გია დამშვიდობ ჩვენ საყოველთაო ტელემოყრილოს ისურებ წარმატებას დიდხანს სიცოცხლეს და რაფსავარიან მშვიდობას და იმუშავეთ თავის თავზე ბოდიშს გიხდით ალბათ სულ ყველა მუშაობს თავის თავზე მაგრამ ჩაიხედეთ უფრო ღრმად იგივე თქვა კომპიუტერში დღეს ეს საშუალება გავს რომ ნებისმიერი თქვა რაღაც გარკვეული ინფორმაციის მიღება იქ კარგად ბრძანდებათ მოვა შეხვედრა კარგად იყო